წლების განმავლობაში საქმე გიკეთებია, მძიმე საფრთხისგან როგორც შეიცვლება. დღეს კონტექსტ წარმატებით საუბრის შესაძლებლობა. წარმატებაზე საუბრის გრადულის უზრუნველსაყოფა ხო ამას ეძებდა დაყრდნობითაც რას უნდა შეგვიძლია. საკმაოდ ამბიციურია გეგმები შეგვიძლია საუბარი, როდესაც დავიწყოთ. შიცი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მწვავე გამოწვევაა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემისთვის და ბუნებრივია, რომ ყურადღებაც არის რელევანტური. და ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს განვითარებული სისტემა საიმისოთ, რომ იყოს მართლაც გამორჩეული წარმატებულობის ხარისხით შიდსთან ბრძოლის. ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ ერთის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მეორეს მხრივ ცერცვაძის სახელობის ცენტრი არიან ძალიან აქტიურები ამ მიმართულებით და მათი მრავალწლიანი ძალიან დიდი შრომის შედეგად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად და სამაგალითოდ წარმატებული სისტემა გააჩნია ამ მიმართულებით. ამას კონკრეტული მაჩვენებლები ადასტურებს, მეტყველი მაჩვენებლები, რომელიც არაერთხელ გამხდარა მათ შორის საერთაშორისო ჯანდაცვის საზოგადოების მხრიდან ყურადღებისა და ინტერესის ღირსი. დღეს საბედნიეროდ წარმატებული მკურნალობის სისტემები არსებობს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა, ისე როგორც ბევრი სხვა დაავადების შემთხვევაში, აქაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და იმავდროულად უნდა ითქვას, რომ არსებობს ყველა რესურსი საიმისოთ, რომ მკურნალობა აღმოჩნდეს წარმატებული. სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, როგორც დაფინანსების კუთხით, ისე სკრინინგის კუთხით, ისე გამოვლენით. საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში არსებობს შიდსის ცენტრები, სადაც მულტიდისციპლინარული მიდგომით ხდება ამ ადამიანების მკურნალობა და შემდგომი მათი რეაბილიტაცია. So every year we are meeting on 1st of December to commemorate World AIDS Day. For decades we were discussing progress achieved in HIV response and also addressing remaining challenges. Georgia was among the first countries in the region who offered pre-exposure prophylaxis, so was a real leader in this regard, and for the time being this is offered free of charge to everybody in need, including to migrants coming to Georgia, so which is of course a very good trend, and this is of course very positive development.